სიკვდილის დღის აღდგენების დღე არის. ეს უდიდესი სასწაული მოახდინა მაცხოვარმა ერთი კვირით ადრე, სანამ თვითონ თვალზე გაიყვებოდა, უყებოდა და შემდეგ აღდგენოდა. საოცარი დღე არის, საოცარი უგეში არის, რომ ეს წინასახე იყო, რომ ყველა მიცვალებულები, ვინც გარდაიცვალა ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, ვინც ცოცხალი იქნება იმ დროს, როცა ქრისტეს მეორედ მოვა, ეს იყო წინასახე საყოველთაო აღდგომისა. აი ზოგი ამბობს ხოლმე, რომ როგორ შეიძლება, რომ აი გახსნილია უკვე ადამიანი, ხო რაღაცა დაშლილია უკვე მისი სხეული მიწაში ამდენი საუკუნეები წლები და როგორ მოხდება ეს საყოველთაო აღდგომა. აი წინასახე ეს იყო, იმიტომ რომ ლაზარე თქვენი იცით, რომ ისრაელში თანიანი ისეთი სიცხე არის, განსაკუთრებული სიცხე არის მან და თან დაბრუნების ხარი კიდევ უფრო ცხელი არის და აი ლაზარე 4 დღე იყო დასაფლავებული და იმ სიცხეში და იმაში მალე იწყება დაშლა სხეულის. 4 დღის გარდაცვლილი უკვე დაწყებული ქონდა უკვე წარმოიდგინე დაშლა. მე უკვე გახსნა იყო დაწყებული და აი მაცხოვარმა მისი სიტყვით აღარ შეერწყა ყველაფერი და ობრუნდა იმ საწყის როგორც სიცოცხლეში იყო ადამიანი. აი ესე მოხდება აღარ. ესევე იქნება, რომ აი ღმერთი იტყვის ანგელოზები საყვარელ დაყრიან, ესე დაიძახებენ და ყველანი წარმოიდგინეთ რა ელოდება ადამიანს რა რისხანე სანახაობა იქნება, რომ ვინც კი დაბადებულა და ვინც კი დაიბადება, ყველა ჩვენ ნათესავები, ყველანი აღსდგებიან მტვრეთით და აი ასაკს როგორც წმინდა მამამ გვასწავლიან ქრისტეს ასაკის 33 წლის იქნება ყველა ადამიანი, ყველა ყველანი ჯოჯოხეთიდანაც და სრულიად ყველა ვინც კი დაბადებულა და ყველა აღსდგება. და მოხდება აქედან გაკითხვა ადამიანებს. იგი ყველა საყოველთაო გაკითხვა იქნება და აი წარმოიდგინეთ რა მოხდება, რა ელოდება ადამიანს. აი ეს წინასახე იყო ზუსტად ამისა, რომ მასწავლის ამის მაცხოვარი იყო, აი ესე მოხდება, რომ პრაქტიკულად აღსდგება ყველა. ასევე სასწაული არის ის, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ როგორ იყო სახარებაში, რომ ლაზარე ღმერთის მეგობარი წარმოიდგინე და უყვარდაო ლაზარეს დები მართა და მარიამი და ლაზარე. დები რატო უყვარდა? ამ განსაკუთრებულად კი არის, რომ ვიღაც კი არ არჩევდა. ღმერთში ეგ არ არის, რომ ვიღაცას არჩევდა, ვიღაცას არა. იმიტომ რომ ისინი იყვნენ მოშურნე ადამიანები. ისინი იყვნენ მოჩილები მაცხოვრებს. იმათ უყვარდა მთელი გულით, მთელი არსებით და წამლად, რომ ის მესინა იყო. დები და აი ნახე ჩვენ ყველანი ვართ ქრისტეს მეგობრები. სახარებაში ამბობს მაცხოვარი, რომ თქვენ აღარ ხართ ჩემი მონები. თქვენ ხართ ჩემი მეგობრები. წარმოიდგინეთ რა პატივში ვარ დაყვანილები. მთელი სამყარო შემოქმედს უნდა შენთან მეგობრობა. და ჩვენ მეგობრები უნდა ვიყოთ, წარმოიდგინეთ და ჩვენ უარს ვეუბნებით. უარისმა რაშია? ჩვენ ცოდვილი ცხოვრები, ჩვენი აპარტამენტები, ჩვენი განკითხვით, ჩვენი ტყუილები, ჩვენი ლოტოები, ჩვენი ნარკომანით, ჩვენი თამაშები, ჩვენი 1000 ბრუშობით, გარყვნილებით. ხდებით, ამით ზურს ვარცებ ჩვენ. ზურს ვარცებ ჩვენ მაცხოვარს და იმას უნდა შენთან მეგობრობა, მაგრამ აი როგორ არის, ხო? ვიღაცასთან რომ მეგობრობ. რაღაცა საერთო ხო უნდა გქონდეთ ერთმანეთს. თუ საერთო არ არის, იმასთან ვერ იმეგობრებ. გამორიცხული. ასევეა მაგაც. თუ მაცხოვართან საერთო არ არის და თუ მაცხოვარი არ გიყვარს და მისი ცნებები არ გიყვარს და მისი ცნებებს არ იცავ და თან ნახე მე როგორია, რომ თუ რაღაცას ვერ აკეთებ, ამაზე წუხდე, ამაზე ნანოვდე და ამაზე პატივება ითხოვე და მაშინაც შენი მეგობარი არის. აი გახსოვთ ხო ის უძღებიშვილის დაბრუნება, ესე იგი არც უსმენს საერთოდ მამა შვილს, ან მაცხოვარი არ უსმენს ჩვენ, როცა ჩვენ გადავდგავთ სინანულის ნაბიჯს, როცა ჩვენ მივართ ქრისტესთან და გადავდგავთ ეკლესიისკენ, ეკლესიურ ცხოვრებისკენ. ნაბიჯი ის კი არა რომ ნახე როგორი განწყობა იყო იმისი, რომ არ ვარ მოფალ მამა, მე არ ვარ ღირსი შენი შვილა წოდების, ღირსად არ ვთვლი თავს არა ვარ და როგორც სახური ისე მიმიღეო და მამა არ პასუხობს ამაზე არაფერს. საერთოდ ყურადღებას არ ახდენს და სახურებს ეუნებიან გამოვიღეთ პირველი 60 ჩააცვეთო. გაუკეთეთ ბეჭედი რომ ჩემი შვილია, დავყრათ ზوارაკერდო ჩამოდო ვიხარებდეთო, რომ ჩემი შვილი ტარიო და ცოცხალი მოხდებით. ანუ რა განწყობა არის? აწყენინე? ჩვენ შეიძლება ბევრი გვაწყენინოს ვიღაცა ერთხელ აპატიო, ორჯერ მესამე შეიძლება არ აპატიო. და შეიძლება დაკარგო და თქვა რომ აბა რა მინდა რა, ამდენჯერ უნდა ვაპატიო, ამდენჯერ უნდა იცხვიდე და მოკლედ ვაპატიო, თქო არ მინდა ამასთან მეგობრობა. შეიძლება თქვას ადამიანს ესეთი რა. და მაცხოვარში ეს არ არის. ნახე როგორი მეგობარი ყავს. რამდენჯერაც არ უნდა შევწოდოთ, რამდენჯერაც ჩვენ არ უნდა ვაწყენინოთ მაცხოვარს.
თუ შენ გადადგავ ის ყოველთვის ჩაგიხუტებს, ყოველთვის შენს გვერდზე იქნება და ყოველთვის როგორც შენი მეგობარი აი ესე იქნება. ხვდებით? აი როგორი აქ წერია რა, საფარებაში რა მოno, თქვენ ჩემი მონები არ ახეთ და მონებმაო ბატონის საიდუმლოებები არ იცისო. და მეგობარმაო თავის საიდუმლოებები როცა გიყვა შენ აი და ძალიან ახალწელი დაკალიც მაგაცი რო ხავს, ხო რაღაცა ხო იმან ის ბევრი შენი საიდუმლოებები ბევრი შენი ხო, იმიტომ რომ ძალიან გიყვარს და შენი ამდენობა და თქვენო ჩემი მეგობრები ხართ და ჩემი ყველა საიდუმლო იცით თქვენ. ხვდებით? რაც ასწავლო მაცხოვარმა მოციქულებს. და მოციქულებთან ჩვენზეც ეს ჩვენს ვიგულისხმებით თამაში, ის მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ რა. ამიტომ აი ეს არ დავკარგოთ ესეთი მეგობარი. ის არ დავკარგოთ, ჩვენ კარგავთ, ჩვენ ცოდული ცხოვრებით და ყოველთვის ვეცადოთ, რომ ჩვენ აი ეს მოჩილებით, სიყვარულით, პატივისცემით, ღმერთისა მისი ცნებების დაცვით, აი ასე ვაცხოვროს უფალო. აი საოცარი იყო, როგორი აქ კიდე რა გამოჩნდა ამ ფრაგმენტში, ამ დღევანდელ დღეში, რომ იესო ქრისტეში იყო ღმერთი, ასევე იყო სრული კაცი. ერთ პიროვნებაში იყო ორი ბუნება, სრული ღმერთი და სრული კაცი. აქ გამოჩნდა, რომ ტიროდა მაგალითად. რო ამბობს, რომ სადადეთ ისი, სად არისო ლაზარე, სად არის მისი საფლავი, რო კითხულობს, ხო ხდები? იქ თუ ამბობს, რომ რა მამაო მადლობო, რომ ჩემი ყოველთვის ისმინეო, აქვს კაცობრივი ბუნება ჩანს, აქ რო ისა ნამდვილი ადამიანი იყო, ნამდვილი ადამიანი და ორივე ბუნება მოქმედებდა. აი ეგეთ დაებრივის მოქმედებდა და კაცობრივის მოქმედებდა. მანახა რომ ის რაღაცა ის კი არ იყო რაღაცა ზმანება კი არ იყო კაცობრივა, არამედ ნამდვილად კაცი იყო. ნამდვილად ზუსტად ჩვენაირი ბუნება ჰქონდა, ერთი განსხვავება ჩვენში ის იყო, რომ მაშინ ცოდვა არ იყო, ჩვენში ცოდვა. დანარჩენი ზუსტად ჩვენაირი ადამიანი იყო. და ასევე ამ ერთ პიროვნებაში დაებრივი ბუნებაც იყო. სრული კაცი და სრული ღმერთი იყო და როგორც კაცმა იკითხა, რომ სადადეთ ლაზარე, სად არის მისი საფლავი, როგორც კაცმა იტირა და დაგვანახდა ესე კი არ იტირა, რომ ხალხის საჩვენებლად ნამდვილად იტირა, ნამდვილად და გახსოვთ, ხო, როგორც დღეს რა წავიკითხეთ სახარებაში, რომ ესე შეძრწუნდაო სული თავი. აი კაცობრიობრივ რომ გიყვარს ადამიანი და რომ გარდაიცვლება და იქ რომ დაადები მივიდნენ და რო იტრი, როგორც ადამიანურად განიცადა. ხვდებით? აქ ჩვენც ხო ესე ვართ და აი ზუსტად აი ეს დაგვანახა, რომ ნამდვილად კაცობრიობრივი ბუნება ჰქონდა მიღებული და როგორც ღმერთი ბრძანება, რომ ლაზარე გამოდი გარეთ, ეუბნება და 4 დღის მტარი გამოდის საფლავიდან და აღარ და საოცარი საკითხავები იყო ცისკარზე, რომ ესე იგი შეძრწუნდა ჯოჯოხეთი, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ქრისტეს ჯვარცმამდე და ამდგომამდე ყველა ჯოჯოხეთში მიდიოდა. შეძრწუნდა, რომ ისეთმა ძლიერმა დაიძახა, რომ შემორკილი, ესე იგი ჩვენ ესე ეშმაკის წვეობაში ყოფილი ადამიანი უცბად განთავისუფლდა. და ესე ერთ-ერთი ლოცვაში ესე წერია შინაარს კითხვის, რომ იქ ეშმაკი ამბობს, წადიო შენ ლაზარე, მარტო შენ წადიო, იმიტომ რომ ის ისეთი ძლიერია, ისეთი ძლიერი გეზაკის, რომ მე ვერ გაკავებ შენო ჯოჯოხეთშიო და მე შინიაო, ყველა არ წაიყვანო საკიდან, ჩემი დატყვევებული ადამიანი, შინაარს გეუბნები, რა საოცარი ლოცვა არის რა, ეს ერთ-ერთი მუხლი, ერთ-ერთი თავი. ხო და აი ესეთი რამე იყო, რომ აი ეშმაკი შეძრწუნდა ქრისტესთან დაუძახა, რომ გამოდიდა და დაბრუნდა ესეთი სული ჯოჯოხეთიდან და შეუერთდა სხეულს და აღსდგა და გამოვიდა იქ საფლავიდან. აი ესეთი რაღაცა დიდი მისტიკა, დიდი საოცარი საიდუმლო შესრულდა დღეს და აგვანახა და თაგინე მოწაფეებს დაანახა, რომ თავისი ნებით მიდიოდა ჯვარცმაზე. გაიგეთ? თავისი ნებით კვდებოდა. თავისი ნებით, რომ აი დაინახა რა პარიაღა უდიდესი სასწაული ჩაიდინა და გახსოვთ იქ ეუბნება, რომ ესე იგი რამოდენიმე დღით ადრე ებრაელებმა რამე ჩაქოლეს ქვებით, მაცხოვარი და გამოეცხადა. და დაუბრუნდეთ ისევ, იმიტომ იერუსალემთან ახლოს იყო ეს სოფელი ბეთანია, სადაც ლაზარე ცხოვრობდა და სადაც დასაფლავებული იყო და მოციქულები, ნახეთ თავიდან მოციქულები როგორ ეშინოდა, როგორი სანამ სულიწმინდის პატრიარქი მოვიდა, როგორი შეშლები იყვნენ. ნახეთ რომ უფალო 2 დღის უკანო ქვებით რამე ჩაქოლეს და ისევ იბრუნდებიო. და იქეთ ეუბნება და მაცხოვარი ეუბნება, რომ მე ვიხარისო, რომ ლაზარე მოკვდაო. თავიდან ამბობს დაიძინა მაცხოვარი ეუბნება დაიძინაო და უნდა მივიდე და გავაღვიძო იმიო და ისინი ეუბნებიან ისე შეშინებიან თუ დაიძინაო მოგაიღვიძებსო და რაღაცე ის გამოჩავდივართო და შემდეგ ეთქვეს რომ ლაზარე მოკვდაო და მე ვიხარისო ამისთვისო, რომ თქვენ ამ დიდ სასწაულს ნახავთ ეს რომ დაეშვა ეს რომ მოხდა, ამიტომ მიხარია რომ თქვენ ნახავთ ამ დიდ სასწაულს, რომ ჩემში ეჭვი არ შეგიყაროთ. ხვდებით, რომ როდესაც მაცხოვარს დაინახავდნენ და დამცირებულს, ნაცებს, ჯვარზე გაყრუს, მოკვდა ას რომ არ ხნდებოდეს რომ რაღაცა ვინ იყო და რო არ დაკოლებული. მაინც დააკოტრება, რო არ დაკოლებული,
ანახა ის არის მე ვარ აღდგომა და მე ვარ ჭეშმარიტი ღმერთი გეუბნება მართლაც ხოთებ რომ მასია ღმერთია ის და მას ყველაფერი შეუძლია და ჯვარცმაზე თავისი ნებით მიდის თავისი ნებით და არა რაღაცა იძულებით და რაღაცა შეგვიძლია რომ თითქოს შეუძლია უზრუნველია და რაღაცა ადამიანებმა მოედინენ. არა, თავისი ნებით მიდის ჯვარცმაზე, რომ თავისი ჯვარცმით ჩვენ ადამიანები ეშმაკეთ პრეობიდან გამოგვიცნას და აი აღდგომის დღეს მაცხოვარი ჩადის ჯოჯოხეთში და ამოხავს იქიდან ყოველი მართალი ძმაო და დანო. აი ესეთი საოცარი დღეა და გილოცავთ ამ დღეს და ღმერთთან დაგავუხსნით რომ ჩვენც ჭეშმარიტი მეგობრები ყოფილიყავით ქრისტესი, ჩვენც ჭეშმარიტად წამდეს რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი არის და წამდეს იმისი რომ ქრისტე მეორედ მოვა და მოხდება აღდგომა, მთელი კაცობრიობა აღდგება და ჩვენ აი აღდგება და დაიწყება განკითხვა, ხო? იქ ჩვენ უნდა დავდგეთ მარჯვენა მხარეს, რომ მოვისმინოთ ეს არანტველი ხმა, რომ მოვედით კურთხეულო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ თქვენთვის გამზადებული სასუფეველი ცატა და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მოვისმინოთ მარცხენა მხარეს, რასაც ეთქვია, რომ წარმოდით ჩემგან წყეულნო ცეცხლსამა საუკუნესა, რომელიც გამზადებულია ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის. ხდები, აი ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს მოგა. ამიტომ აი რომ ვიდგეთ მარჯვენა მხარეს, რომ ვიყოთ ჭეშმარიტი მეგობრები ქრისტესი, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ქრისტეს ცნებები. როგორც შევძლებ, რანაირად და შენი გულით ყველაფერი გააკეთე და რაც არ გამოგივა და რაღაცაში დაეცემი და ცოდვას ჩაიდე და ვერ იმას იზა, ამაზე წუხდი, ამაზე შეინანი, ამაზე იყიდე, იგლოვე რომ უფალო შემეწყარე რომ ნახე როგორ ცოდვები. აი ეს არის ჩვენი გადარჩენა. ანუ ყველაფერს გაძლევს ღმერთი რომ გადარჩენა. ეხლა დანარჩენი თუ არ გინდა გადარჩენა და წყონება უკვე შენი ნება არის. თუ შენი ნება არ არის, ღმერთი ძალით ვერ გაწყობს. გამორიცხული, თორე ძალადობაა და არ არის მაშინ ძალადობა. და ძალით ღმერთი ჯოჯოხეთში არ ჩაგაგდებს თუ შენ ან ჯოჯოხეთში ადამიანი მიდის თავისი ნებით, რომ არ მინდა მე შენთან ყოფნა და მეჩერდი არ იქნება. აი ეს არის ზუსტად ადამიანის ნება და იქ რომ აღსდგება ყველა სამართლიანად ისე სამართლიანად იქნება ყველაფერი გააკეთვა და გაიჯარო სიტყვა რატო უფალო ვერ ისე სამართლიანად იქნება ყველაფერი და თან ამ სამართლიანთან ერთად დიდი მოწყალებით იქნება ეს გააკეთვა და ხმას ვერ ამოიღებს ვერ ამოიღებს რატო ესე ხოიც ჩვენთან ხო არის ესე რომ აი ის იმიტომ გავაკეთა დადუმდება ყველაფერი დადუმდება და მიიღებ იმას რაც მისაღებელია მიიღებ ან დიდ სიხარულს საუკუნო დაუსრულებელ მეტარებას ან საუკუნო დაუსრულებელ ტანჯვას მერთმა დაგვიფაროს ამისგან და მერთან ვამბობს თირკუმისთან მერთმა დაგვიწო